თბილისში ანტიკვარული და ძველი ნივთების ბაზრობაზე მიხეილ ზამთარაძეს ბევრი იცნობს. მამაკაცს აქ ხშირად ხედავდნენ. მისი ინტერესის საგანი ძირითადად რარიტეტული წიგნები იყო. ახლა ის ვილნიუსის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შუახნის მამაკაცმა ლიეტუვის მთავარი ბიბლიოთეკა ჰოლივუდური სცენარით გაძარცვა. წაღებულია მე-19 საუკუნის იშვიათი გამოცემები. მიხეილ ზამთარაძემ 17 წიგნი ყალბი ასლებით ჩაანაცვლა და მხოლოდ ვილნიუსის ბიბლიოთეკას ჯამში 600,000 ევროს ზარალი მიაყენა. ლიეტუვის სასამართლოში მიხეილ ზამთარაძემ დანაშაულიც აღიარა და დამკვეთიც დაასახელა. ამბობს, რომ მე-19 საუკუნის რუსი კლასიკოსების წიგნების ქურდობის დავალება მოსკოვიდან მიიღო. ამ წიგნების რეალური ღირებულება 120,000 ევროა. ბოლოს და ბოლოს შეგიძლიათ აუქციონებზე შეამოწმოთ, რა ფასად იყიდება ასეთი წიგნები. ეს გამოცემები მოვიბარე მოსკოვის აუქციონის სახლის დირექტორის მოადგილის მაქსიმ ციპრინის დავალებით. წიგნები მინსკში ავტობუსით გავგზავნე. ბიბლიოთეკის თანამშრომელს ყალბის სახელით მეცნიერის სტატუსით წარბუდგინე თავი. წიგნები კი ყალბი ასლებით სამკითხველო ოთახში შევცვალე.